დაუწერე და აღვნიშნე ყველა ის გამოწვევა, რომელიც გამოწვევის წინაშეც იდგა ქვეყნის ეკონომიკა იმ ეკონომიკური ემბარგოსგან გამომდინარე, რომელიც მოგვიწყო ჩვენ რუსეთის ხელისუფლებამ და იმ გამოწვევების და იმ ბარიერების გადალახვის პროცესიდან გამომდინარე, რომელშიც ჩვენ ავტომატურად მოგვიწია ყოფნა. ანუ ჩვენ იმაზე კი არ ვფიქრობდით, რომ სადღაცა გეთანხმებით ლოჯისტიკურ ცენტრს, რომელსაც ვაკეთებთ, ძალზედ მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ უფრო ადრე გავაკეთებინა ამის ინიცირება, მაგრამ უბრალოდ იმ მომენტისთვის ნამდვილად ვერავინ ვერ გააკეთებდა ამას, გამომდინარე იქიდან, რომ მთელი ძალისხმევა მიმართული იყო იქითკენ, რომ ერთგვარი ხანძრის ჩაქრობის პრინციპის მექანიზმებით მოქმედებდით, აი ამ მიმართულებით მოქმედებდით აი ამ წლების განმავლობაში. გეთანხმებით, უფრო ადრე უნდა გადაგვედგა ნაბიჯები, მაგრამ გამოწვევები იყო აი ეს. და აქედან გამომდინარე, მთელი ძალისხმევა იყო მიმართული ამ მიმართულებით, მთელი ფინანსური რესურსები მიმართული იყო აი ამ მიმართულებით და არა დაუშვათ იმ მიმართულებებზე, რომელსაც ეხლა ვახორციელებთ. რაც შეეხება ინფლაციასთან დაკავშირებულ საკითხს, ინფლაციაც ახსენეთ თქვენ. გეტყვით, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია და ის სოფლის მეურნეობის განვითარების საჭიროება და აუცილებლობაც აქედან იკვეთება. საქართველოში არის დაახლოებით ინფლაცია როგორი ანგარიშება, ეს არის 226 საქონელ წარმომადგენლობა, სადაც არის მაგალითად ისეთი ჩამონათვალი საქონელ წარმომადგენლობაში, როგორიც არის მაგალითად საკვები პროდუქტები და არის მაგალითად დაზღვევა. ეს ყოველწლიურად, ყოველ რაღაც კვარტალში, ესე ვთქვათ, პერიოდში უცხოელების დახმარებით ხორციელდება აღნიშნული შეფასება, სხვადასხვა საქონელ წარმომადგენელმა შეიძლება ჩაანაცვლოს სხვა საქონელ წარმომადგენელმა. მაგალითად 2009 წლამდე აქ ერთ-ერთი საქონელ წარმომადგენლობა იყო სანთელი სიტყვაზე, მაგრამ 2009 წლის შემდეგ სანთელი ჩაანაცვლა დაზღვევამ. გამომდინარე იქიდან, რომ ელექტროენერგიის პრობლემა რო აღარ არის, ანუ სანთლის პრობლემა მოიხსნა, ამიტომ საჭიროება გაზრდილი სანთელზე არ არის დამოღებული არის აქედან, ანუ ამას იმიტომ გიყვებით, რომ შეესაბამება მუდმივად იმ გამოწვევებს და იმ საჭიროებებს, რაშიც იმყოფება კონკრეტული საზოგადოება. აქედან გამომდინარე შევიდა დაზღვევა, ხო? მაგრამ ძირითადი მოცულობა აი ამ ინფლაციის გასაანგარიშებელ კალათაში საქონელ წარმომადგენლებისა არის საკვები პროდუქტები. აქედან გამომდინარე ძალზედ სერიოზულად მოქმედებს დაუშვათ ნებისმიერ პროდუქციაზე გაზრდილი ფასი ინფლაციის მაჩვენებელზე. აქედან გამომდინარე, მაგრამ ეს არის განპირობებული უშუალოდ ფასების მატებით საკვები პროდუქტებზე და არა სიტყვაზე სხვა რაღაც ფულად არასწორი ფულად მონეტარული პოლიტიკის წარმოებით და ამ შემდეგ. აქედან გამომდინარე, ჩვენ მთავარი ამოცანა ერთ-ერთი არის გამოწვევა, ეს არის სოფლის მეურნეობა, უფრო მეტი პროდუქციის შექმნა საქართველოში, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ავეწყოთ სეზონურობაზეც, გამომდინარე იქიდან, რომ მაგალითად არ არის სწორი, ყველაზე რბილად რო ვთქვათ, ის რომ მაგალითად პომიდორი შემოდის საქართველოში იმპორტის სახით. ხო? მაშინ, როდესაც ამას უნდა გადაწყობა, რაღაც გარკვეული განათლება ფერმერებისთვის, რომ დაუშვათ იგივე სასათბურე მეურნეობის განვითარებას ხელი შეწყობა მოხდეს და ინფორმაცია ყოველთვის მუდმივად იმპორტთან დაკავშირებით, რომ ისინი იყვნენ ინფორმირებული, რა შემოდის, რა პროდუქცია შემოდის, რომ მათ გააკეთონ აქცენტი, თუ მარტო შიდა ბაზარზეც კი რამხელა რესურსი აქვს ასათვისებელი. აქედან გამომდინარე, სწორედ აი ამ მიმართულებით მივდივართ. ეხლა პროექტების ჩამონათვალე მე აღარ განვახორციელე, რა პროექტებს ვახორციელებთ, გარდა იმ 40 მილიონი პროექტისა, რომელიც ეხება ლოჯისტიკურ ცენტრს, ლოჯისტიკური ცენტრის შენებლობას, ასევე 22.5 მილიონიანი პროექტი სიმინდის საცავებთან დაკავშირებით და საშრობთან დაკავშირებით, ასევე 29.5 მილიონიანი პროექტი მექანიზაციის შესყიდვასთან დაკავშირებით, ასევე 5 მილიონიანი პროექტი და ძალზედ ბატონო გურამმა გაკვირით აღნიშნა ამ თემასთან დაკავშირებით, მაგალითად ექსპერიმენტის სახით სადემონსტრაციო ნაწილი კეთდება ნიქოში, ქვემო ნიქოში, ახალი წვეთოვანი სისტემებისა და ვფიქრობთ, რომ თან ეს ხელს უწყობს მინიმუმ გაორმაგებას მოსავლის, აი ეს სისტემა. ხო არაფერი არ არის თითქოს ვიღაცამ შეიძლება თქვას, ეხლა უკაცრავად მილით მიუშვებ წყალს თუ წვეთოვანი იმით მოვწყავ პროდუქციას, იმას ვთქვათ, ნათესებს, რა განსხვავება უნდა იყოს, მაგრამ არის ამაშიც განსხვავება, ანუ ამ მეთოდოლოგიაში და ეს მინიმუმ აორმაგებს მოსავალს ყველაზე ესე ვთქვათ ცუდ შემთხვევაში. აქედან გამომდინარე ამის გაცნობა, ამის დანერგვა და შემოგვა კოოპერაციის ელემენტი პირველად სხვათა შორის ბოლო წლების ისტორიაში ვფიქრობ, რომ ძალზედ მნიშვნელოვანი არის და ეს არის პილოტურ პროექტში ვახორციელებთ ამას ქვემო ნიქოში, ანუ ჩვენ პროექტს ვახორციელებთ სახელმწიფო სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების დახმარებით და შემდეგ უკვე ის სათემო გაერთიანებას, რომელიც იქ ცხოვრობს, რომლის წარმომადგენლებიც
გადავცემთ ამას და ისინი იქნებიან უკვე მესაკუთრეები და შემდეგი წლებიდან თვითონვე უკვე ყველა მოგებას გაინაწილებენ, მიმართავენ თავიანთ სოციალურ დახმარებაზე და ასე ვთქვათ, საკითხების დაკმაყოფილებაზე, რაც ვფიქრობთ, რომ არის ძალზედ მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, კიდევ კოლხეთის დაბლობზე სადრენაჟო კოლექტორების აღდგენა არა მარტო იქ, არამედ სხვა ტერიტორიებზეც, რომ სავარგულებით, მაგალითად 2000 ჰექტრით იზრდება მარტო კოლხეთის დაბლობზე ის მიწისის ნაწილი, რომელიც გამოყენებაც არის შესაძლებელი როგორც სავარგული ჩვეულებრივად ასევე საჩითილე მეურნეობების მშენებლობის დაფინანსება, რომელიც ეს პროექტები ხას უსვამ ხორციელდება სახელმწიფოს 100% წილით დაფუძნებული ორგანიზაციების მეშვეობით, ისეთები როგორიც არის სოფლის მეურნეობის კორპორაცია, ისეთები როგორიც არის დასავლეთის ან აღმოსავლეთის სადრენაჟო კორპორაცია, მელიორაციის კომპანიები და ასე შემდეგ. ანუ და მეორე მხრივ ძალზედ მნიშვნელოვანი მელიორაციაზე გამახსენდა ახლა სარწყავი არხები, იმიტომ რომ არის სარწყავი არხები, რომელიც არის ცენტრალური, ანუ სოფლის მეურნეობის ბალანსზე, მაგრამ არის არხები, რომელიც არის ადგილობრივი თვითმმართველობების ბალანსზე და ჩვენ ორი მხრიდან, ანუ ერთი ცენტრალური ბიუჯეტიდან, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასიგნებიდან და მეორე მხრივ ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან ვცდილობთ, რომ ეს მიმართულებები იქნას დაფინანსებული. რა თქმა უნდა, სიმძლავრე უფრო და უფრო მეტად იქნება ასე ვთქვათ, გაძლიერებული და გაუმჯობესებული მომდევნო პერიოდებში, მაგრამ ვფიქრობთ, რომ 2012 წლის ბიუჯეტშიც აღნიშნული მიმართულებების დაფინანსება უნდა გაგრძელდეს. მე მაინტერესებს თქვენ კორპორაცია ახსენეთ და აჭარაში გეცოდინებათ, რომ ფაქტურად არის ადგილები, სადაც არ გაახორციელებულა პრივატიზაცია და ადამიანებს არ დამტკიცებიათ ჯერ კიდევ მიწები საკუთრებაში. ამის პარალელურად რეგიონულად არ ვიცი, ალბათ რეგიონულად გადაწყდა, რომ ეს მიწები, რომლებიც ჯერჯერობით არავის არ ეკუთვნის, ყოფილიყო მთავრობის და ხელისუფლების კუთვნილებაში და მას გაეყიდა და ეს პროცესი დღეს მიდის და ადამიანები, რომლებიც ამ დრომდე თქვათ სიმინდს თესავდნენ და საარსებოს წყაროს იღებდნენ აქედან, დღეს უკვე იყიდება და ისინი საარსებო მინიმუმის შეიძლება უკვე შეუერთდნენ იმ ღარიბებს, რომლებიც საკმაოდ ბევრია ქვეყანაში. რამდენად გეტყვით კონკრეტულ მიწებსაც ეს არის მაგალითად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, არა, იმიტომაც ადგილსაც იმიტომ გეუბნებით, რომ ადამიანები ხო გეუბნებთ, აქ სიმინდი მოყავდათ, სარგებლობდნენ ამათ მიწებით და დღეს ისინი ამით ვერ სარგებლობენ, იმიტომ რომ გაიყიდა რაღაც ნაწილი. რაღაც ნაწილი გასაყიდია, მაგრამ როგორც გითხარით, უკვე არის სახელმწიფო კუთვნილებაში და იყიდება, ანუ ძალიან ბევრ ადამიანს აქვს პერსპექტივა, რომ დარჩეს ულუკმაპუროთ. იმიტომ რომ ჯერჯერობით საქართველოს სხვა კუთხეებიდან განსხვავებით აჭარაში არ ჩატარებულა პრივატიზაცია და ჯერჯერობით აი ესეთ ხო და კითხვასაც ჯერჯერობით ეს არის ქობულეთში ხო კიდე სად რა მოხდება არავინ არ იცის არა ჩვენ როდესაც ადამიანებზე ვსაუბრობთ მათ არენდით აღებული ჰქონდათ ეს მიწები 90-იან წლებში და შემდეგ ეს არენდა საერთოდ გაუქმებული იყო და ეს არ არის ამ ადამიანების საკუთრება და განსხვავებით იმისგან სხვის საკუთრებაში ჩვენ ვერ მივცემთ თქვათ მათ დამუშავების საშუალებას რაც შეეხება ეს მიწები გაერთიანდა როგორც მე ვიცი და მაქვს ინფორმაცია გაერთიანდა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე როდესაც ვსაუბრობ ძალიან მნიშვნელოვანია ამ მეურნეობების გამსხვილება ასე ვთქვათ და იქ სადაც გვაქვს ჩვენ ეს მიწები და არის სახელმწიფო საკუთრება მე ვერ ვხედავ იმის აუცილებლობას რომ დავანაწევროთ ეს მე მგონი ალბათ $1 დამეთანხმება და დანაწევრებული სახით დავამუშავოთ პირიქით გამსხვილებაში არის საშუალება რომ სოფლის მეურნეობა განვითარდეს იგივე ფერმერული მეურნეობები რომელიც ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ყველა ექსპერტი სასოფლო-სამეურნეო დარგში ყველა ამას ამბობს რომ უნდა მოხდეს მათი გამსხვილებები და ჩვენ ახლა დავყოთ ეს და მერე თავიდან ვამსხვილოთ მე მგონი არასწორი მიდგომა იქნება პირველ რიგში ეს მიწები იყო მე ძალიან კარგად ვიცნობ აქ სიტუაციას და აქედან გამომდინარე ვიცნობ მეორე მხრიდანაც ასე ვთქვათ არა მარტო სახელმწიფო მხრიდანაც და ვიცი 90-იან წლებში იყო ეს არენდით გაწებული შემდეგ ეს საერთოდ გაუქმებულია ეს არენდები არც ერთის კერძო საკუთრება იქ არ ჩამორთმეულა და არ ყოფილა ისე რომ სახელმწიფოს
აღიარებულიც. უბრალოდ მოხდა აღწერა იმ მიწების, რომელიც იყო სახელმწიფო საკუთრებაში და ახლა გაჩუქებით ვერავის ვერ ვაჩუქებთ ამას ნამდვილად. მე უბრალოდ გთხოვთ, რომ ესეთი საკითხები რაც არის, ეს უკვე მე ადგილზე თქვენ გექნებათ ამატებით შეხვედრები და იქ გაივლით, რაც შეეხება ჩვენი შეხვედრის მთავარ მიზანს, მე გთხოვთ, რომ დაუბრუნდეთ, ანუ პრიორიტეტები თვითონ ბიუჯეტში, რა უნდა იყოს ასახული, რა დავაფინანსოთ კიდევ უფრო მეტად. ეხლა ადრეული გაზაფხულიდან ჩვენ ვახორციელებთ იმ საკითხების გაწერას, რისი დაფინანსება უნდა განვახორციელოთ